სოციალური ქსელების გიგანტი კომპანია Meta უჩივის ჰონკონგში არსებულ კომპანიას, რომელმაც შექმნა აპლიკაცია Crush AI. ამ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს ჰქონდათ საშუალება უნარი, რომ გააშიშვლონ რეალური ადამიანების ფოტოები და შექმნან ეგრეთ წოდებული deep fake-ები. როგორც Meta აღნიშნავს, Crush AI-მ არაერთხელ დაარღვია კომპანია Meta-ს წესები იმისათვის, რომ შეეძინა რეკლამა და შემდგომ განეთავსებინა ის კომპანია Meta-ს სხვადასხვა პლატფორმაზე. ეს საჩივარი არის კომპანია Meta-ს ძალისხმევის, ფართო ძალისხმევის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც კომპანია Meta ცდილობს, რომ ფაქტობრივად აღმოფხვრას სოციალურ ქსელებში ისეთი აპლიკაციები, რომელიც ქმნის deepfake-ებს, ამაზე განსაკუთრებით მუშაობა დაიწყო Meta მას შემდეგ, რაც გაიზარდა ზეწოლა ტექნოლოგიურ კომპანიაზე, როგორც Meta-ში აღნიშნავენ, Crush AI თებერვლის მონაცემებით განათავსა დაახლოებით 87,000 რეკლამა და რომელიც ამას აზიარებდა ამ რეკლამებს დაახლოებით 150-მდე ბიზნეს აკაუნტი ბიზნეს ანგარიში Facebook-ზე სხვადასხვა სახელით იმისათვის რომ გაევრცელებინათ ეს რეკლამა და პოპულარული გამხდარიყო აპლიკაცია. მაგალითად აპლიკაციის რეკლამაზე იყო განთავსებული მოწოდება, რომ ატვირთე ფოტო და გააშიშვლე გოგონა, მაგალითად ასეთი წინადადება იყო ერთ-ერთ რეკლამაზე, რომელსაც იყენებდნენ კიდევაც მომხმარებლები. Deepfake-ების წინააღმდეგ საბრძოლველად განსაკუთრებით გაიზარდა ამ საკითხზე მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც განვითარდა ხელოვნური ინტელექტი საერთო მოხმარებისთვის და სწორედ ამიტომაც არა მხოლოდ კომპანია Meta-ზე სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებზე ცდილობენ რომ მოახდინონ ზეწოლა, როგორც უფლებადამცველები, ასევე კონკრეტულად სახელმწიფოები და მთავრობები, მაგალითად დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც უკვე აკრძალული არის deepfake-ის შექმნა ადამიანის სახის გამოყენებით მისი თანხმობის გარეშე და ასევე კანონი ითვალისწინებს იმას, რომ აუცილებლად მოსთხოვენ თავად ტექნოლოგიურ კომპანიებს პასუხს, რათა ტექნოლოგიურ კომპანიამ შეძლოს ადეკვატურად პასუხისგაცემა ასეთი სიტუაციების დროს, რათა deepfake-ის მასალები სოციალურ ქსელებში წაიშალოს.